ნომერი ქვათაძე ააგდო ბურთი ბაბუნაშვილზე ისე ვიგებთ მოლს ვაყენებთ მიდის ჯერჯერობით ჩვენი მოლი წინ ძალიან გაუჭირდებათ ამერიკელებს მოლის შეჩერება ვაკონტროლებთ ბურთს დაიძრა და არის პირველი ლელო ირაკლი ქვათაძემ გახსნა ანგარიში ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა ანგარიშით 5-0 შესანიშნავი შეტევა გააზრებული შეტევა მოლის დაყენება და უკვე მატჩის მესამე წუთზე ანგარიში ხდება 5-0 ძალიან კარგად აგერ გამეორებაზე ვნახავთ ბაბუნაშვილი ორი ხელით სუფთად იგებს ბურთს საღინაშვილი რა კარგად დაუდგა გვერდზე ბაბუნაშვილს დაუბლოკა ყველანაირი მისასვლელი წესების დაცვით რა თქმა უნდა და შემდეგ უკვე ირაკლი ქვათაძე თუ სწორად დავინახე კი ირაკლი ქვათაძე იყო ირაკლი ქვათაძე აკონტროლებდა ბურთს მოლის კუთხში როგორც მე დავინახე მას მიეშვერნენ ხაზის მოთამაშეებიც უკვე ბოლო ეპიზოდში ორივე შემთხვევაში კარგად დავაგდეთ აუთში ბურთი ორივე შემთხვევაში კარგად დაიძრა მოლი პირველ ჯერზე და არღვიეს ამერიკელებმა თამაშის წესი მეორე ჯერზე უკვე გავხსენით ანგარიში და დავწინავთ შესანიშნავი სტარტი ძვირფასო მაყურებლებო დღევანდელი თამაშის ახლა ჯერი თედო აბჟანდაძეზეა რომლის დარტყმულიც ზუსტია თამაშებს რა თქმა უნდა ამერიკა და ნახოთ დაცვაში როგორ დავდგებით საკუთარ ჩათვლის მოედანთან ივანიშვილი რა კარგია ბოჭვაზე ამოვიდნენ ამერიკელები გაყვეთავენ უპირატესობის ხაზს ძალიან ცოტა რჩებათ ლელომდე ეს კარგი ძალება იყო წინა აქ ყველანაირი შანსი აქვთ ალბათ არც გაიტანენ და დაცვაზე გადმოვლენ ამერიკელები მაგრამ დაცვაში ძალიან კარგად გავართ რა უპირატესობა მიიღეს თამაშგარის კი ბატონო აქ ზოგადად ძალიან რთულია რომ დაიცვა თამაშგარის წესი ისევ ამერიკელები აქ ხო ივანიშვილი ცოტა უხარზე ვართ თუმცა ვაჩერებთ რაღაცნაირად ხელებო მოჭოს აკეთებდა ივანიშვილი ყურადღებით უნდა ვიყოთ რა პასი გაძვინა მეგონი 10 ნომერი იყო ლუკარტი თვალები ზუგს უკან არის სივრცე ტაბუცაზე 2-1-ზე აქ ნინიაშვილი ამოვიდა კარგად ცორს თამაშობს სხვათა შორის არ მივეცით ამერიკელებს საშუალება რომ არა გავუშვას უკვე კი დამდგარ რომ მიიღო თან ბურთი ამიტომ ვერ გაიქცა ეს ბურთი შემოვიდა აშკარად მაგრამ ვაგრძელებთ აქ არასტანდარტული დარტყმა კარგი დარტყმული თანდაფხილად რა ბურთი აიღეს ამერიკელებმა ისე უტევენ და რა ახლოს არიან მეორე ლელოსთან და რა ლელო გაგვიტანეს როგორი წნეხი დაგვადეს და კარგი ფეხი შეგვიძლია ამიღეს ამერიკელებმა დაიჭირა ფლიკერმა წამოვიდა კარგი მოძრაობები იმის და მიუხედავად რომ რიგ მომენტებში კარგ დომინანტურ მოჭრას ვასრულებთ სისტემურად მაინც ახერხებენ სულ ამერიკელები უპირატესობის ხაზის გადაკვეთას და როდესაც დაცვა სულ უკან იხევს უფრო და უფრო რთული ხდება თავდაცვა აქ თითქოს მოხსნილები არიან რაკში შეიძლებოდა თამაში და აი აქ წმეხი ნინიაშვილზე და ტაბუთადო იმედია აცდა ბურთს ნინიაშვილი მოიგეს ამერიკელებმა კიდევ ერთი ორთაბძოლა ნინიაშვილი ჯერჯერობით თავის თავს კი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეცდომები აქვს ძელდება ამერიკელების შეტევა საფი ბურთი კიდევ ერთხელ მოკინალებით თამაშობენ ფეხიდან იყო კი ბატონო მართალია მსაჯი გაგძელებენ და გაგჭრეს რა მოძრაობა სივიშხაპი მივიღეთ უცებ კი უცებ გადაგვასხეს სივიშხაპი სამი ისეთი უპასუხებლობა გაგვიტანეს რომ აი თითქოს აი თითიც ვერ დავაკარეთ ისევ აბჟანდაძე ვათამაშეთ ქვათაძე კარგია აბდუშელიშვილი მარჯვნივ მოწყობილი ვართ გორგაძე აბჟანდაძე კვესელაძე და ტაბუცაძე გაასუფთავა ნინიაშვილმა რაკი და 10 მეტრიან წყვეტილ ხაზთან ვართ კვესელაძე მოიპარა კარგია მოგდაბაშა კვესელაძე ლობჟანიძე მიყვა დაუბრუნა პასი და კვესელაძის საპასუხო ლელო კარგი თამაში ძალიან კარგად გაერკვა სიტუაციაში კვესელაძე და ლობჟანიძე რომლის ტანდემაც გაიტანა მატჩი მეორე ლელო და დაგვაბრუნა ძალიან სწრაფად თამაში ანგარიში ხდება 12-21 ამერიკის სასარგებლოდ თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თედო აბჟანდაძე ამ გარდაცახვას ძალიან კარგად შეასრულებს და ანგარიშ გახდის 14-21 ეს კი გიორგი კვესელაძე რომ მეორე ლელოს ავტორი მივყვეთ გამეორებას აი კვესელაძემ დახეთ რა მშვენიერი გააკეთა ოფლოუდი ამოუგდო მიყოლაც არ დააგვიანა დაუბრუნა ლობჟანიძემ დროულად გადაცემა და კვესელაძემაც უკვე დიდი სივრცე ჰქონდა და რაც შეიძლება ძელებთან ახლოს რომ თედო აბჟანდაძეს გარდასახვა არ გაჭირვებოდა
ისევ არასრული შეტკინება, ბაბუნაშვილი ძალიან კარგად თამაშობს, კარგი მოლი დავაყენეთ, მიდის წინ. ავიდა მოლი, ქვათაძეს აქვს, ხუთი არა აქვს ქვათაძეს და არის გორგაძის ლელო. გუნდის კაპიტანმა გაიტანა უკვე ლელო. ანგარიში ლელოებში გავათანაბრეთ 3-3 და ეხლა შეგვეძლება რომ თედო ამჟანდაძეს ექნება შანსი იმისი რომ ანგარიში წონასწორობა აღადგინოს. მართლა ძალიან ხალისიანი თამაში არის. არასრულ 30 წუთში უკვე 6 ლელო გვაქვს დანახი 5 წუთში ერთხელ ლელო იშვიათია ესეთ თამაში. ზურა მიუხედავად იმისა რომ ცოტა ვინერვიულე სწრაფი ლელოები როდესაც მივიღეთ, იმდენად კარგად შევყევით თამაში, იმდენად სახალისო და კარგი თამაშია რომ ვერც მოვიწყინეთ. ხალხი კი მოვიდა, მაგრამ არა იმდენი. აქეთა ტრიბუნაზე უფრო ხალხი. თავს უმხრევ. ლობჟანიძე და ხო თავისუფალი გავათამაშეთ. კვესელაძე, ნინიაშვილი, არის სივრცე, წავა რა თქმა უნდა, შემორბენაზე ნინიაშვილი და შველიძე წინვალე იყო. კვესელაძე და რალელო გააქვს საქართველოს ნაკრებს, შვენიერი გათამაშება, შვენიერი წამოღება, დავით ნინიაშვილმა რა თქმა უნდა აითვისა ის სივრცე და ყველამ თავის საქმე იდეალურად გააკეთა. შეგვიძლია ვთქვა საქართველოს ნაკრები წინ გადის. კი კვესელაძის პასით მთლიანად მოიჭრა დაცვა, იდეალურად გავიდა ნინიაშვილი რა თქმა უნდა იმის და მიუხედავად რომ შოტლანდიასთან არ უტყამდნენ ფოტოშოპს და აუჩი მიდიოდნენ კი ქულის გარეშე და ასრულეს საერთოდ ის თამაში, მაგრამ იქ ცდილობდნენ, მაგრამ აქ მოსაგებად არიან ჩამოსულები, ხო უნდათ მოგება ყოველ შემთხვევაში და რა თქმა უნდა და სათქმელი ჯარიმები უნდა დაიწყა საბა, კარტი და თქმა კარგი ჩანს. კი, კარგად გამოიყურება 26-24-ზე გავდივარ შესვენ. ზუსტად ეს ის დრო არის და ეს ის პერიოდი არის, როდესაც უნდა შევიტანოთ გარდატეხა თამაში. ბაბუნაშვილი რა კარგი იყო აუჩი დავაყენეთ მოლი ურც აკონტროლებს კარკაძე შევიდა ჩაჩანიძეც იქვია კახოიძე შველიძე დავძარით მოლი აწვევით მაგრამ მაგრად დაგვიხდა მეტოქეც ერთი გაჩერებაო დაიძახა და წაგვართვეს ბურთი არა ისე ვანოსი არის აი ხა აიღე და მიეძალე დაიწყება ზურა რაც ძალიან კარგად გამოგდის კი ბატონო საღინაძე ემზადება დასარტყმელად როგორც ხედავ დაარტყა პირველი დარტყმა ანდერაშვილი ეხმარება მას თამაშგარის უპირატესობა გვაქვს უკვე გორგაძემ შეუტია არაერთი აქ მელოერთი ამ პოზიციიდან გატანილი აბა ვინ იქნება შემდეგი აქეთ მოკლე ფრაზე შეუტია ჯაფარიძემ და არის უკვე გავედით წინ გავიტანეთ ლუკა ჯაფარიძე თქვენს ეკრანებზე დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ძალიან მაგარი ლელო რომელიც გაიტანა საქართველოს ნაკრებმა იყო გააზრებული შეტევა გადავედით კიდეზე მოლის დაყენების მცდელობა და შემდეგ უკვე აიღე და მიეძალე დავჩეჩქვეთ მეტოქე და ახლა შემოსულმა ლუკა ჯაფარიძემ ფრანგული ტოპ 14-ის მონპელიეს ბურჯმა გაიტანა ძალიან მნიშვნელოვანი ლელო აი რაჭკვიანურად ითამაშა ჯაფარიძემ მაშინ როდესაც ორი დარტყმა გავაკეთეთ მარჯვენა მხარეს შენიშნა რომ მარცხენა მხარე შედარებით დაუცველი იყო რაკიდან აუღო ბურთი და იქვე გადადო ლელოში და გაიყვანა 31-27 დააწინაურა ჩვენი გუნდი. თან აღნიშნოთ ისიც ზურა რომ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ჯარიმის უპირატესობით თამაშობ ბევრად უფრო ლაღია შენი შეტევა და შეტევითი პოტენციალი. კი ბატონო და ეს უპირატესობა ჩვენ გქონდა თამაშგარის გამო იმ პირველი ორი დარტყმის შემდეგ მივიღეთ ეს უპირატესობა ეხა თედო ასრულებს გარდასახვას და აქვს შანსი 6 ქულამდე გაზარდოს უპირატესობა და ასეც ხდება 33-27 წინ არის საქართველოს ნაკრები 6 ქულით და ერთხელ გაუტანია აქ ჩვენთან კიდევ ერთი შეცვლა მზადდება დემუქ თაფლაძე ემზადება შესასვლელი და ამასობაში გაიტანა თედო ამჟანდაძემ და 36-27 ვიგებ 73 წუთი არ უნდა გაუჭირდეს ამ დარტყმის შესრულება და დაიძაბება უკვე ბოლომდე სიტუაცია დასკვნის წუთებში. კი ბატონო 30-ები არა თამაშის დამთავრებამდე მეორე ტაიმის დამთავრებამდე ანუ თამაშის დამთავრებამდე ისეთი დაძაბულია სიტუაცია რომ პირველი მეორე ტაიმი უკვე ინიაშვილი ისევ მოაქვს ხელით აბა რას მოიფიქრებს თავად უტევს განგანმოდის ჯერჯერობით არ აძლევს არავის გადაცემას გააჭერა სუფთად ხაზი წავიდა კვესელაძეს გაატანა კახოიძე გელაფრასიძე და არის ლელო დასრულდა და გელაფრასიძემ გაიტანა